მოგესალმებით, მე ვარ თოფერ, ჰოლმის დომის მთავარი ადმინისტრატორი. ამ ვიდეო გაკვეთილში კი მე თქვენ მინდა გასწავლოთ დესკტოპზე, შუტკართ გამორთვის, შატდაუნის და რესტარტის შუტკარტის გამოტანა. ეს იქნება ერთგვარი ღილაკი და ამ ღილაკის დაჭერის შემთხვევაში თქვენი კომპიუტერი გამოირთვება ან დარესტარტდება. აგრეთვე გასწავლით თუ როგორ უნდა გავაკეთოთ ჩვენი საათი შევქმნათ. მოკლედ მასშტაბური ვიდეოს გთავაზობთ და მოდით დავიწყოთ. ავიღოთ შუტკარტი და აქ დავაწეროთ shutdown გამოტოვება. პირველი იყოს restart გამორთვის T0. ეს ნიშნავს გამორთვა თავდაპირველად, ანუ shutdown, time out, ანუ მალევე გამორთვა ჩვენი კომპიუტერის. ვადლებთ next. აქ გამოტოვება უნდა next და აქ მივცეთ shutdown და finish. ახლა აქ უკვე როგორც ხედავთ, გამოიტანა დესკტოპზე. ახლა ვაძლევთ properties, change icon და აქ შევცვალოთ გამორთვის ღილაკი და დავკენოთ. გავადიდოთ ცოტა და აი დაყიდა. ახლა გავაკეთოთ რესტარტის. shutdown T0. ზუსტად იგივე, ოღონდ აქ შუაში არის restart. Next, აქ დავწერთ restart და finish. ახლა ამასაც შევცვალოთ აიკონი. არ აქვს მნიშვნელობა, მაგალითად იყოს ეს და ოკეი. time შეიცვალე. ახლა თუ როგორ უნდა გავაკეთოთ საათი. ავიღოთ ახალი ტექსტ დოკუმენტი. მე საერთოდ აი ამას ორივეს shutdown-ს, ანუ შუტკარტში რასაც წერთ, აი ამას ორივესაც მოვაყოლებ. Word-ის ფურცელში ჩავაგდებ ტექსტის სახით და აი აქ საათის შექმნასაც უნდა ასე ვთქვათ, ასეთი ტექსტი და ამ ტექსტსაც მოვაყოლებ, რომ თქვენ აღარ იწვავთ. იმათ გასაგონად, რომლებიც უყურებენ ვიდეოს my videos-ზე ან YouTube-ზე, ეს არის ვიდეოს ასატვირთი საიტები, შემოვიდნენ ჩვენ საიტზე და მოძებნონ ზებნაში შესაბამისი სახელით, რის არის my videos-ზე ან YouTube-ზე დამატებული. მოძებნონ და შემდგომში გადმოწერონ ეს ტექსტ დოკუმენტი. ახლა ვაძლევთ save as. აქ მაგალითად იყოს full time bet და save. და აი უკვე გამოიტანა, როგორც ხედავთ, გამორთოთ და დავაჭიროთ. და აი როგორც ხედავთ, საათი არის 11:05 წუთი და აი აქაც შესაბამისად მიდის წამების შეცვლით და აი როგორც ხედავთ შეიცვალა, როგორც ხედავთ დაყენდა. მოკლედ ეს ვიდეო გაკვეთილით დავსრულდა. თუ რაიმე კითხვა გაგიჩნდათ, შემოდით ჩვენ საიტზე, ჰოლმის დომზე. ძალიან ბევრი აქტიურობა იგრძნობა ამ ბოლო ხანებში უკვე ჩვენ საიტზე და შემოდით ჩვენ საიტზე და თქვენ სასურველი თხოვნა დაწერეთ თხოვნების გვერდზე. მოკლედ ეს იყო თოფერ. ნახვამდის.